გამარჯობა, მე ნატა მახვილაძე ვარ და თქვენ დღის ქრონიკას უყურებთ. ვენის კონვენცია ქმნის სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც უზრუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობების მშვიდობიანობას, ელჩების და დიპლომატიური პერსონალის უსაფრთხოებას და თანამშრომლობის სტაბილურ საფუძველს სახელმწიფოებს შორის. დიპლომატს ავალდებულებს პატივის ცეს, ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს და არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს საქმეებში. პოზიციონირება, რომელიც ელჩების ნაწილს აქვს მმართველ-გუნდში მიაჩნიათ, რომ უსაფუძვლო თავდასხმების სერიაა და მათი მიდგომები კონტრპროდუქტიულია, მაგალითად გერმანიასა და ბრიტანეთთან ურთიერთობის კუთხით. ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს, ასეთია ქართული ოცნების განაცხადი, როცა საქმე საქართველოს სუვერენიტეტს ეხება და ადრესატები არა მხოლოდ დიპლომატები არიან. უკრაინის პრეზიდენტმა, რომელმაც გაეროში მისთვის გამოყოფილი დრო საქართველოს კრიტიკას დაუთმო, დღის პოლიტიკური ნონსენსია. მანიპულირება საქართველოს თემით და არა მეგობრული განცხადებები არ უკვით მმართველ-გუნდში და მიაჩნიათ, რომ ზელენსკის ეს ნაბიჯი კონკრეტულ ინტერესს და მიზანს ატარებს. საქართველოს ინტერესებს კი დღეს გაეროს ტრიბუნაზე საქართველოს პრეზიდენტი დაიცავს. ცოტა ხანში გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით გამოვა. მშვიდობა, უსაფრთხოება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ადამიანის უფლებები. მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებს. პოლიტიკურ საკითხებს დღეს ჩვენს ეთერში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი შეაჯამებს. დღის ქრონიკის მეორე ნაწილში კი შალვა პერანიძე, ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოზე, წარადგენს საკუთარ ხედვებს. მაშასე მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს დავით მათიკაშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დავით, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ, გარეთ უორდი დღეს უკვე მეორე დიპლომატია, რომელიც საგარეო უწყებამ დაიბარა. საქართველოს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დარჩება, როგორ ფიქრობთ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, მაგალითად, გერმანიის საგარეო უწყებამ კატეგორიულად დაგმო დაბარება და მას უსაფუძვლო უწოდა. აი, დიპლომატიურ ეთიკეტს რომ გასცდა ზოგიერთი ელჩის განცხადებები, ეს როგორ ფიქრობთ, არიციან მათივე დედაქალაქებში? ნატა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ გადაცემაში მოწვევისთვის. უკვე საკმაოდ დიდი ხანია საქართველოში ცალკეული ქვეყნის ელჩები, მათ შორის ევროკავშირის ელჩიც გამოირჩევიან ვენის კონვენციის და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით, როდესაც აქვთ მცდელობა ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში და იმგვარად მოიქცენ, რომელიც არ ეკადრება არც ქვეყნებს შორის ურთიერთობას, არ ეკადრება არც დიპლომატიურ ეთიკეტს, არც ვენის კონვენციას და არც ელემენტარულად საღაზრს, თუ კი შენ ხარ წარმომადგენელი პირველი დიპლომატი ერთი ქვეყნისა მეორეში, შენი ზრუნვის საგანი უნდა იყოს ამ სახელმწიფოებს შორის, ამ ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავება, ურთიერთსასარგებლო პროცესებში ამ სახელმწიფოების ჩაბმა და არა რადიკალიზმის წახალისება, რადიკალიზმის დაფინანსება, რასაც სამწუხაროდ ეს ელჩები აკეთებდნენ, არ ემიჯნებოდნენ იმ ქმედებას, რომელიც საკუთარ ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში მოღვაწე ფონდებიდან იყო დაფინანსებული და რაც იწვევდა შემდგომ მაგალითად პარლამენტისთვის ცეცხლის წაკიდებას და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით სამართლიანია ქართული საგარეო უწყება, როდესაც კონკრეტული ქვეყნის კონკრეტულ ელჩებს იბარებს და ეუბნება მათ იმ სათქმელს, რომელიც არის დამერწმუნეთ მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის ან საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლის სათქმელი არა. ეს არის მთელი საღად მოვაზროვნე საქართველოს მოსახლეობის სათქმელი, რომ ჩვენ ვიცით ძალიან კარგად მეგობრობად, ვერავინ არ ასწავლის რუსთაველის ერს მეგობრობას, მაგრამ ვიცით ასევე ძალიან კარგად, როდესაც ხდება ჩვენი სუვერენიტეტის დათრგუნვის ხარჯზე აქ პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობა და რა თქმა უნდა ბუნებრივია არავის არც მეგობარი იქნება ეს მოწინააღმდეგე თუ ვინც არ უნდა იყოს, არ მიეცემა იმის უფლება, რომ ქართველი ხალხის ნაცვლად ნატა მიიღოს გადაწყვეტილება და მერე შემდგომ უკვე ისეთ პროცესებში შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში ხელი, რომელიც ამ ქვეყანას საქართველოს შეიყვანს გამოუსწორებელ ლაბირინთში, საიდანაც გამოსავალი არ არის. აი ეს არის რეალობა, ამიტომაც ყველაფერი რაც ითქვა და ყველა მესიჯი რაც გადაეცა ამ კონკრეტულ ელჩებს არის სამართლიანი და არის სრულიად ქართული ხალხის სათქმელი.
როგორ ფიქრობთ, ზოგადად საქართველოს სუვერენულ საქმეებში ჩარევა, რატომ გახშირდა ასე? აი, თუნდაც დეზინფორმაციის ტირაჟირება უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან, რა მიზანს ემსახურება საერთო ჯამში? ნატა ხელის გულზე არის ყველაფერი რა. მაშინ ხდება ეს ყველაფერი, მაშინ ხდება სუბიექტურად საკუთარი ინტერესებისთვის მცდელობა გამოიყენოს სხვა ხალხი, სხვა ერი, სხვა მიწაწყალი, როდესაც ეს რაღაც კონკრეტულ გეოპოლიტიკურ ჭრილში არის მნიშვნელოვანი გარე ძალებისთვის, მნიშვნელოვანი deep state-ისთვის, მნიშვნელოვანი იმ პროცესებისთვის, რაც 3-4 წლის წინ დაიწყო ევროპის კონტინენტზე და სამწუხაროდ ჯერჯერობით ბოლო ამ ყველაფერს არ უჩანს. სანამ არ უჩანს ბოლო იმ დიდ კონფლიქტს, რომელიც არის უკრაინაში, სანამ საქართველოს მოცემულობა ნატა ჯერ კიდევ არის სასურველი შესაძლებლობები სხვადასხვა ძალებისთვის, რომ აქ გამოიყენონ ეს ტერიტორია, გამოიყენონ ეს ხალხი, გამოიყენონ აქ მაცხოვრებელი ერის, ასე ვთქვათ, სურვილები, ემოციური მოცემულობა, მისი სიყვარული სამშობლოსადმი, პატრიოტიზმი და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მომართონ პრაქტიკულად ამ სახელმწიფოს და ამ ხალხის წინააღმდეგ და ჩართონ ეს ხალხი და ეს ქვეყანა ომში, სანამ ეს გამოწვევა მსოფლიოში არსებობს, ისედ რაც თქვენ კითხვა დამისვით, ეს კიდევ იქნება დღის წესრიგში, იმიტომ რომ ეს ხელისუფლება მარტივია ძალიან. ის ხელისუფლება, რომელიც არის საქართველოში, ნატა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მართავს, არის გამოხატავს ჩვენი ერის ინტერესებს. და ჩვენი ერის ინტერესი არც ომში ჩართვაა. ჩვენი ერის ინტერესი არც სანქციების დაწესებაა ვინმესთვის და არც კიდე სხვა რაღაცა საეჭვო პროცესებში საქართველოს მონაწილეობა. ჩვენი ქვეყნის ინტერესი არის მშვიდობა და ეკონომიკური წინსვლა და ეს იცის ქართულმა უცნებამ, მაგრამ ამას ვერ ეგუებიან ის ძალები, ვინც ებრძვის ამ ყველაფერს. კი ბატონო, deep state-ი ახსენებთ და როგორ ფიქრობთ, აი ბრიუსელში კონცენტრირებული პოლიტიკური ელიტა, ანუ ბრიუსელის ინსტრუქცია რა არის? ანუ აი გარე პატრონები როგორ ფიქრობთ წავლენ ვაბანკზე, როცა მაგალითად თქვენ დესტაბილიზაციაზე საუბრობთ, არეულობაზე საუბრობთ 4-ში და რაღაც ახალი თარიღი დაასახელა, ხა თუ არ ვცდები ციხიდან ხაბეიშვილმა, რომ 4 იქნება ახალი ათვლის წერტილი. აი რა წაახალისებს დესტაბილიზაციას მათი მხრიდან? ანუ მუხტის ამწევი რა შეიძლება იყოს, როგორ ფიქრობთ? ნახეთ, რეალურად მათთვის მუხტის ამწევი არც არაფერი არ არის. ეს ეწოდინებოდათ რადიკალებისთვის გარე ძალებიდან დავალების მიმცემებს, კარგად რომ უკვირდებოდნენ და საქართველოში არსებულ ვითარებას და ხელი ედოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურ გულისცემაზე. ეს ეწოდინებოდათ, რომ არ არსებობს ისეთი მიზეზი, რომლის პროვოკაციულად საზოგადოებაში შემოტანით შეძლებენ ქართველ ხალხს გადააფიქრებინონ, მშვიდობის მხარდაჭერა გადააფიქრებინონ, ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი და წინსვლა გადააფიქრებინონ ის სიკეთეები და ბენეფიტები, რასაც იღებს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. აი არ არსებობს ესეთი მიზეზი, რომ ხალხი გამოიყვანონ ქუჩაში და საკუთარი ნების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიაღებინონ. ესეთი მიზეზი არ არის. ამიტომაც ახლა ნახეთ რას აკეთებენ. აი რაღაცა მცირე ერთი მუჭა ჯგუფი ადამიანები, ვიზედაც ჩვენ საუბრობთ და რომელზედაც ყოველდღე ისინიც რაღაცა ხას უსვამენ, როგორც ეთყობა რაღაც გარკვეული იმის, რა ქვია, ძალადობის იმიტაციისთვის თუ რაღაცა მსგავსი პროცესისთვის ისინი 4 ოქტომბრის დღეს ემზადებიან. მაგრამ ნუ აი რეალობა რა იქნება, არ არის რთული გამოსაცნობი. რეალობა იქნება ის, რომ ჯერ ერთი ეს არიან ნატა ძალიან სუსტი ძალაა. ნახეთ, აი რაღაც ხელშესახები რომ მიაღწიონ, ხელშესახებ პროგრესს რომ მიაღწიოს ამ რადიკალურმა ძალამ. და პირველ რიგში კონდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს არის მხარდაჭერა საზოგადოების. და როდესაც მხარდაჭერა საზოგადოების არ აქვს, როდესაც შემოიფარგლები აი ერთი მუჭა ადამიანებით ყოველდღე რო დარბიან რუსთაველზე. როდესაც შენი იდეები არის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული. ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციულ ღირებულებებს, ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის სწრაფვას მშვიდობისკენ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ. აი რანაირად უნდა კონდეთ აი ესეთ ძალებს წარმატების იმედი. იმიტომ რომ ისინი არიან პირველ რიგში ძალიან სუსტი, მაგრამ აქვე უნდა ყველამ კარგად იცოდეს და გაიაზროს. ამაზე ვისაუბრობთ ჩვენ და კიდე გავაგზავნებთ საუბარს, რომ ვინმეს თუ ხელი წაუწდება, ნატა და ისეთ პროცესს, ისეთ ძალადობას, ისეთ ძალმომრეობას მიმართავს, რომელიც არის კანონიდან კანონის გათვალისწინებით აკრძალული და ის შეეცდება რომ გამოცადოს სახელმწიფო აი ამ
დანაშაულებში, რასაც თვითონ ჩაიდენს. დამერწმუნეთ, რომ ყველას აბსოლუტურად სათანადო ძალიან მკაცრი და კანონიერი პასუხი გაეცემა სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ არაფერი აქ, ასე ვთქვათ, საგანგაშო რაღაც გამორჩეული ამბავი არ არის. 2012 წლიდან დღემდე ნატა ესენი სუცდილობენ რაღაცნაირად კანონის გვერდისავლით ხელში ჩაიგდონ ხელისუფლება, იმიტომ რომ რეალურად კარგად იციან, რომ ქართველი ხალხის დობა მათ არ გააჩნიათ. ამიტომ როგორი გაფაფხურებაც არ უნდა ნახოს საზოგადოებამ, ეს დარჩება ბოდიში ამ იმაზე და სლენგზე და ტერმინზე გაფაფხურებად, სინამდვილეში ჩატარდება ყველაფერი მშვიდად, წყნარად, ქართველი ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს და ქვეყნის მუნიციპალიტეტებს 64-ვე მუნიციპალიტეტში ეყოლებათ ქართული ოცნების ძალიან გამორჩეული, წარმატებული და ღირსეული მერები და რა თქმა უნდა ის გუნდი საკრებულოში ჩვენი პარტიის, რომელიც იქნება ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე ჩვენი მოსახლეობის. არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და თქვენც ამბობთ, რომ ხშირად აანონსებს მართველი გუნდი, რომ ხელი არ წაუწდეს ვინმესო და შესაძლოა იყოს რაიმე სერიოზული დაპირისპირება, შეხლა შემოხლა. როგორ წარმოგიდგენიათ ზოგადად მოვლენების განვითარება არჩევნების შემდეგ? ეგეც მაინტერესებს. მე არ მგონია რომ არც გამბედაობა ეყოთ ნატა. მის ძალა რომ არ ყოფნით და მხარდაჭერა რო არა აქვთ საზოგადოების ეს ყველამ კარგად იცის, მაგრამ გამბედაობაც არ მგონია ეყოთ იმისთვის რომ აი რაღაც ისეთი რამ პროცესში მოკლედ ჩართონ საკუთარი თავი და შეეცანოს სხვების ჩართვას, რომ ამას რაღაცა მძიმე შედეგები მოყვეს. უბრალოდ ახალგაზრდები მინდა აქედანვე გავაფრთხილო, ახალგაზრდები რომ ნუ მიცემენ საშუალებას სხვა აი ესეთ ოდიოზურ რადიკალურ და ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს გამოაყენებინონ საკუთარი თავი, იმიტომ რომ ისინი წავლენ, გაიქცევიან და საბოლოოდ ამ ახალგაზრდებს მოუწევთ პასუხისგება იმ ქმედებისთვის, რომელიც მათ მიერ დაგეგმილი როგორც გამოჩნდება, არ იქნება და არის ნაკარნახები გარედან აი ამ რადიკალების მიერ. როგორ ფიქრობთ, ბრიუსელის პოლიტიკაზე იქონიებს თუ არა გავლენას შტატების გადაწყვეტილებები, პოლიტიკური გადაწყვეტილებები გარკვეულ საკითხებში? აი პრეზიდენტის ვიზიტია შტატებში, ცოტა დრო რჩება მის გაეროში გამოსვლამდე. იცით რა მინდა გკითხო, როგორ ფიქრობთ, აი შტატებთან გადატვირთვის პოლიტიკა სრული დატვირთვით როდიდან ამოქმედდება, როდიდან უნდა ველოდოთ ამ ყველაფერს? ნატა ჩვენ ვართ აბსოლუტურად მზად ამისთვის, არის ყველა წინაპირობა, არის იდეოლოგიური პოლიტიკური თანხმობა, ჩვენ ხელისუფლებებს შორის არის მზაობა ჩვენი მხრიდან სრული, რომ აღდგეს პარტნიორული სტრატეგიული ურთიერთობები, ურთიერთსასარგებლო ნაყოფიერ, ასე ვთქვათ, საწყისზე. ახლა არის ყველაფერი შეერთებული შტატების ხარეს, ჩვენ მალე მოვისმენთ ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლას ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში, პრეზიდენტის საზოგადოების საზოგადოების წინაშე წარსდგება ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაციით, იმ გამოწვევებით, იმ მიღწევებით, იმ წარმატებებით, რაც გააჩნია ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა იქნება ლაიტმოტივი ამ გამოსვლის მშვიდობა, ის ეგრეთ წოდებული სავიზიტო ბარათი, რომელიც გააჩნია საქართველოს და რომელიც არის ნამდვილად ის წყარო პროგრესის და განვითარების, რომლის გარეშეც ვერც ერთი ქვეყანა ვერ მიაღწევს შესაბამის შედეგს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს ეთერში დავით მათიკაშვილი საუბრობდა. ეხლა კი მივესალმები შალვა პერანიძეს, როგორც იცით, დღის ქრონიკა განაგრძობს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების, ასე ვთქვათ, პოლიტიკური შეხედულებების ბუნებრივია და ასევე მათი პოლიტიკური დღის წესრიგის წარდგენას, დაპირებების წარდგენას. მოგესალმებით ბატონო შალვა, თქვენ ბრძანდებით კანდიდატი დიდ დიღომში, ვაშლი ჯვარში, სოფელ დიღომში. მოკლედ, წლებია ხელმძღვანელობთ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობას, შესაბამისად უშუალო კავშირი გაქვთ მოსახლეობასთან და კარგად იცნობთ მათ საჭიროებებს. დიდი დიღომი, ვაშლი ჯვარი, როგორც თქვი, სოფელი დიღომი. აი რა არის ძირითადი გამოწვევები, რაც თქვენ სამაჟორიტარო ოლქში დგას მოსახლეობის წინაშე? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა ჩართვისთვის. როგორც უკვე აღნიშნეთ, მე ბოლო 3 წლის განმავლობაში მუშაობდი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელად და კარგად ვიცი ის გამოწვევები, რაც არსებობს ჩვენს ოლქში, კონკრეტულად დიდ დიღომში მაგალითად გვაქვს ბაღების და სკოლების პრობლემა, რაც უკვე გამომდინარეობს იქედან, რომ მოსახლეობის ძალიან სწრაფი ზრდა ხდება ჩვენს უბანში. ასევე სოფელ დიღომში განსაკუთრებული პრობლემა გვაქვს კანალიზაციის და შიდა გზების მოწესრიგებასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ვაშლი ჯვარს. ვაშლი ჯვარშიც, როგორც იცით, არის ცენტრალური ქუჩა, გოძიაშვილის ქუჩა, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებები ძალიან ბევრი გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს ოლქში,
მაინც რჩება გამოწვევები და ამ გამოწვევებისთვის ჩვენ მზად ვართ რომ ვიმუშაოთ და ერთობლივად მოსახლეობასთან ერთად მათი ჩართულობით დავძლიოთ ეს გამოწვევები. კი ბატონო, აი რა საკითხებია მაინც რას მიექცევა პირველ რიგში ყურადღება, რომლის გადაჭრასაც შეეცდებით ახალი მანდატის ფარგლებში. აი რა არის პირველი რიგის ამოცანები, პირველი რიგის საჭიროებები ხშირ შემთხვევაში ზოგი ამომრჩეველი საუბრობს იმაზე, რომ მათ რაღაც სოციალური პრობლემები აქვს, ზოგი უფრო ინფრასტრუქტურაზე, კეთილმოწყობაზე ამახვილებს ყურადღებას. აი თქვენთან მიმართებაში რა ხდება ამ თქვენ სამაჟორიტარო უბნებში? პირველ რიგში რაც გამოიკვეთა ამომრჩეველთან შეხვედრების დროს, ეს არის დიდ დიღომში ბაღის მშენებლობა და სკოლის მშენებლობა, როგორც იცით, ბაღები უშუალოდ თბილისის მერიის დაქვემდებარებაში შედის და ამასთან დაკავშირებით მე პირადად მქონდა უკვე საუბარი ქალაქის მერთან და მზაობა გვაქვს, რომ ავაშენოთ ახალი ბაღი, ამისთვის გამოიძებნება ადგილი სახელმწიფო მიწის ნაკვეთი, რომელიც ვიმუშავებთ იმაზე, რომ გადმოეცეს მერიას და მე ბაღების სააგენტოსთან თანამშრომლობით აშენდეს კონკრეტულად საბავშვო ბაღი სკოლის ნაწილში. მოგეხსენებათ, რომ სკოლა უფრო განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია და განათლების სამინისტროსთან მოგვიწევს მუშაობა ამ საკითხზე და იმედი მაქვს, რომ დადებით შედეგებს მივიღებ და უახლოეს პერიოდში სკოლის საკითხის გადაწყდება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებით, ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ვაშლიჯვარში სოფელ დიღმიდან გადმოსასვლელი ხიდი და ჩემი ინფორმაციით უკვე გამოცხადებულია ტენდერი და ამ ხიდის რეაბილიტაცია სულ მალე დაიწყება, რომელიც მერე უკვე საშუალებას მოგცემს, რომ გოძიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც მოვახდინოთ და ის პრობლემები, რაც ამ ქუჩასთან დაკავშირებით არსებობს, ეს არის ტროტუარები, ეს არის გარეგანათების ბოძები თუ ასე შემდეგ, ყველაფერი მოწესრიგდეს და მოექცეს იმ თანამედროვე სისტემებში და თანამედროვე ფარგლებში, რასაც თბილისის მერია უკვე ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დიდ ქუჩებზე ახორციელებს და მე იმედი მაქვს, რომ გოძიაშვილის ქუჩის რეაბილიტაციაც დაიწყება უახლოეს მომავალში, ოღონდ აქამდე ჯერ ის ხიდი უნდა მოწესრიგდეს, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ნახეთ, საკმაოდ პრობლემურია ამორტიზებული და დაზიანებული საგზაო საფარი ვაშლიჯვარში. აი რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ მიმართულებით, გზების კუთხითაც და აი რა ხდება ამ მხრივ? კი ბატონო. ვაშლიჯვარში, როგორც უკვე გითხარით, გოძიაშვილის ქუჩა რამოდენიმე კვირის უკან ბატონმა მერმა დაანონსა, რომ არის უკვე პრიორიტეტებში გათვალისწინებული და ამ ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება. ასევე არის რამოდენიმე ადგილი შიდა საუბნო გზები, რომელიც აი ხა მოსახლეობასთან შეხვედრაზეც გამოიკვეთა, რომ ამ გზებს ჭირდება რეაბილიტაცია და ეს მიმართულებაც გამგეობის მხრიდან იქნება მოწესრიგებული და ჩვენ გავეცით დაპირება ამასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად ემუხარის ქუჩაზე არის ესეთი მონაკვეთები და ეს მონაკვეთები მოწესრიგდება. ასევე არის მაგალითად სოფელ დიღომში შიდა საუბნო გზები, რომელიც ამ მიმართულებით გამგეობამ გასულ წლებში ძალიან ბევრი გააკეთა, მაგალითად გულისხმობ სოფელ დიღომში არსებულ ორ სასაფლაოზე მისასვლელ გზებს, რომელიც პრიორიტეტული მიმართულება იყო და მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ ეს გზები მოწესრიგებულიყო და ეს გზები წელს უკვე მოწესრიგებულია და გამართულია. შემდეგ წლებში, მომდევნო წლებში, რა თქმა უნდა, გაგრძელდება სამუშაოები და ის ქუჩები და ის ჩიხები, სადაც დარჩენილია სამუშაოები და მოსაგვარებელია, ამ ამბავსაც მივხედავთ, თუმცა აქ მარტო გამგეობაზე და მარტო მერიაზე არ არის დამოკიდებული, აქ არის კერძო კომპანიის GVP-ის გულისხმობ ამ შემთხვევაში წყლის მილების პრობლემა, კანალიზაციის პრობლემა და ასე შემდეგ. ამ კომპანიასთან ერთად და მერიასთან და გამგეობასთან ერთად ამ სამუშაოებს ეტაპობრივად ჩვენ შევასრულებთ და ჩვენ მოსახლეობას უკვე მივეცით დაპირება ამასთან დაკავშირებით, რომ ეს ქუჩები მოწესრიგდება ეტაპობრივად. კი ბატონო, აი 9 დღეში არის უკვე მუნიციპალური არჩევნები. აი წინა საარჩევნო კამპანია როგორი იყო, როგორ ფიქრობთ? საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდათ, როგორც ვიცი და ხშირად ვადევნებ ხოლმე თქვენ Facebook გვერდს თვალს და მართავთ შეხვედრებთ, კომუნიცირებთ მოსახლეობასთან. აი რა შთაბეჭდილება შეიქმნა, როგორ ფიქრობთ საბოლოო ჯამში, რა განწყობებია? რაც შეეხება განწყობებს, როგორც იცით და თქვენც აღნიშნეთ, რომ ხშირი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან,
განსაკუთრებით ამ წინასაარჩევნო პერიოდში, თუმცა არც იქამდე ვიყავით დისტანცირებული და საუბრობდით პრობლემებზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაღიარებთ და ვიცით, რომ პრობლემები არის. გამოიკვეთა რამდენიმე კონკრეტული მიმართულება, მუშაობთ ამ საკითხებზე, თუ რამე შესაძლებელია, რომ მიმდინარე წელს მოგვარდეს ამ პრობლემებს გამგეობა, რა თქმა უნდა, ზოგი პროექტი უკვე დაგეგმილიც არის და ბიუჯეტში გათვალისწინებულია და მიმდინარეობს ზოგზე მაგალითად ტენდერებია გამოცხადებული. აი მაგალითისთვის გეტყვით, აქამდე თუ არ არსებობდა სკოლებში, სკოლის რეაბილიტაციის პროცესში გამგეობის ჩართულობა და მერიის ჩართულობა, დღეს უკვე ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ საჯარო სკოლებში გამგეობამ განახორციელოს ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩვენს ოლქში თითქმის ყველა სკოლაში გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ეს შეეხება სახურავებს, შეეხება შიდა ეზოს მოწესრიგებას, სპორტულ მოედნებს და ასე შემდეგ. ასე რომ მაქსიმალურად ამ შეხვედრებიდან ვიღებთ ჩვენ ახლა ინფორმაციას, თუ რა საჭიროებები გააჩნია მოსახლეობას, რა არის მათთვის პრიორიტეტი და შემდეგი წლის ბიუჯეტში და მომდევნო წლებისთვის ჩვენ გავითვალისწინებთ პრიორიტეტულ მიმართულებად და მათ საჭიროებებს და მივაქცევთ ყურადღებას და მაქსიმალურად მოკლევადებში ვეცდებით, რომ ეს პრობლემები მოვაგვაროთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ეთერში შალვა პერანიძე საუბრობდა ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი საბურთალოზე. მე კი ამით უკვე გემშვიდობებით, ასეთი იყო მოვლენათა განვითარების ქრონიკა. ჩვენ შევხვდებით შაბათს ერთმანეთს იგივე დროს.